და პირველ რიგში კითხავთ თვითმმართველობის აი ამ ახალ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელსაც განსხვავებული მოსაზრებები მოყვა, პატრიარქმაც გააკეთა ამასთან დაკავშირებით განცხადება, ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობთ, რომ პატრიარქის მოსაზრებები გათვალისწინებული იქნება. რა სიტყვით ამ კანონპროექტთან დაკავშირებით და როგორია თქვენი შეფასება? ხო, ცოტა ძნელია მოკლედ ვიპასუხო ამ შეკითხვაზე. პირველ ყოვლისა არა მარტო პატრიარქს, თქო, საპატრიარქოს. არამედ იმ ინსტიტუციებს, რომლებიც მუშაობენ ამ თემაზე, პროფესიონალებად ითვლებიან, რაღაც შენიშვნები ჰქონდათ, ზოგს სერიოზული, ზოგს რაღაც კოსმეტიკური ცვლილების აუცილებლობაზე, რომელსაც შემდგომ თვლიდნენ, რომ შეიძლება სერიოზული შედეგები გამოიღოთ და სახელმწიფოს მოწყობაზეა ლაპარაკი. საბოლოოდ ჩამოყალიბდა, ვფიქრობ, ყველა შენიშვნის გათვალისწინებით შესანიშნავი პროექტი, რომელსაც არ აქვს არც ერთი ხინჯი ჩემი გაგებით, თუ არ ჩავთვლით ხინჯებად კიდევ სასაუბრო და მოსალაპარაკებელ საკითხებს, რომლებიც კომიტეტებში გადაინაცვლებს. ყველას აქვს ასაკურებად თავის აზრის გამოთქმის შესაძლებლობა, მათ შორის ვთხოვეთ, რომ წერილობით ჯობია იყოს. მე არ მინდა კრიტიკით გამოვიდე, ვთქვათ, ვიღაცის, ვინც ამის პრეზენტაცია გააკეთა თავიდან, მაგრამ ვფიქრობ, იყო შესაძლებლობა უფრო დალაგებულად გვესაუბრა, გეოგრაფიიდან დაგვეწყო და მე ამ გეოგრაფიაზე როგორ კეთდება საერთოდ და მე აქედან გამომდინარე გველაპარაკა უფლება-მოვალეობებზე, რომელიც თქვათ ახალ შექმნილ მუნიციპალურ ადმინისტრაციას ან გამგებელს ექნება და აი აქ შეიძლებოდა პოლემიკა წასულიყო. ეხლა როგორ გამოიყურება საერთოდ ეს სისტემა? მე ურჩევდი მომავალში თქვათ აი კომიტეტებზე განხილვისას რაღაც გარკვეული რუქა წარმოედგინათ, ან PowerPoint-ებში წარმოეთ, თუ ამის ტექნიკური შესაძლებლობა იქნება და ამის ტექნიკური შესაძლებლობა ნამდვილად არის. პირველი ეს არის ქალაქების რაოდენობა, რომელზეც თქვათ იყო ლაპარაკი, რომ იქნებოდა თვითმმართველი ქალაქები, არის ქალაქები და რეგიონები, სადაც საკადრო მომზადება, თუნდაც ქართული ენის ცოდნის თვალსაზრისით არ არის იმ დონის, რომელიც შეესაბამება სახელმწიფო მართვის სისტემას. ამიტომ ალბათ აქ უნდა ცოტა ხანი დავიცადოთ და სახელმწიფომ სპეციალური პროგრამები უნდა განახორციელოს, რომელიც ამ წლების მანძილზე საერთოდ არ განხორციელებულა და კარგი მაგალითები, საპილოტო მაგალითები მიცეს რეგიონს. ესე იგი, თქვენ იცით, რომ თვითმმართველი ქალაქები იყო თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, ფოთი. ამას დაემატება ოზურგეთი, ზუგდიდი, ამბროლაური, გორი, ახალციხე, მცხეთა და თელავი. თვითმმართველი ქალაქები თუ შეიქმნება, რასაკვირველია ამ ქალაქების გარშემო რაიონებშიც საჭიროა შეიქმნას გამგეობები, რომელიც ავტონომიური იქნება ქალაქისაგან და გამგებელი იყოს არჩევით. აქაც შეიქმნება რამოდენიმე ცენტრი, რომელიც მოსახლეობის რაოდენობაზეა დამოკიდებული, რომელიც განახორციელებს ერთ მთავარ მიზანს, რომელიც ყოველთვის ჰქონდა, მე მგონი, პარტიული და ნებისმიერი სხვა განსხვავების მიუხედავად, რომ მმართველობა ახლოს მივიდეს ხალხთან და ხალხი მაქსიმალურად, ანუ საზოგადოება მაქსიმალურად იყოს ჩართული სახელმწიფოს მართვაში. ანუ არჩეული გამგებელი, რომელიც პასუხისმგებელია საზოგადოების წინაშე, ვინც აირჩია და არჩეული სხვადასხვა ზომის საკრებულო, რომელიც ასევე პასუხისმგებელია ამორჩევლის მიმართ. ეკონომიკის სამინისტროდან ნაწილობრივ და გაიყოფენ, თქვათ, ადგილობრივები ეკონომიკის სამინისტროსთან მიწის მართვის საკითხებს, ანუ სოფელს ექნება თავისი სიტყვა და თავის შესაძლებლობა თვითონ მართოს ის რესურსი, რაც მიწის რესურსი ქვია და გარდა ამისა ინფრასტრუქტურის რადიკალური გაუმჯობესება იქნება მოსალოდნელი და აუცილებელი
აი ამ ცვლილების პირობებში. ანუ ეს ქალაქის გარდა მის გარშემო რამოდენიმე რაიონული ცენტრი შეიქმნება, შეიძლება წარმოიშვეს კამათი, რაც ნორმალურია, თქვა, სად იქნება, აი რამოდენიმე სოფლის გაერთიანების ცენტრალური სოფელი, რომელი იქნება, ან დაბა, რომელი იქნება, სადაც ინფრასტრუქტურა რასაკვირველია ძალაუნებურად ამ თემაზე ბიუჯეტმაც უნდა იფიქროს და ორგანიზაციულად ვინც არის ჩართული და იქნება გუბერნატორის ინსტიტუტი, რომელიც იქნება პირდაპირ წარმომადგენელი საქართველოს მთავრობის, რათა ეს ბიუროკრატიული სისტემა იყოს უფრო მოხერხებული იმ ხალხისთვის, ვინც არის ჩართული ამ ადგილობრივ მმართველობაში. რა არის გუბერნატორი ამ შემთხვევაში? არის დანიშნული ხელისუფლების, მაგრამ აქ ის ფუნქცია, ის მშვენიერი ფუნქცია, რასაც კადრზე იქნება დამოკიდებული, ამას როგორ განახორციელებს, რომ კოორდინაცია გაუწიოს იმ რაიონში ამ თვითმმართველ ინსტიტუტებს. მაშინ, როდესაც დიდი მასშტაბის პროექტის განხორციელება იგეგმება. ან თქვათ ენერგო სისტემების აწყობა, სარწყავი სისტემების აწყობა, ნებისმიერ საგზაო ინფრასტრუქტურული სისტემების აწყობა, რომ გამგეობებს ჰქონდეთ ადგილი, სადაც რომ შეიკრიბონ, თქვათ, რეგიონალური ცენტრი პირობითად დავარქვათ, გურიაში, თქვათ, ოზურგეთში შეიკრიბონ და იქ იმსჯელონ ერთმანეთში გუბერნატორის ესეთი საერთაშორისო სიტყვა ვიხმაროთ ფასილიტატორობით, ანუ ხელშეწყობით. ასე რომ არავით არის საფრთხე იმისა, რომ სისტემა დაირღვევა, პირიქით, ეს არის სახელმწიფოს გამაერთიანებელი სისტემა, რომ გამაერთიანებელი მე არ გულისხმობ მაინც და მაინც რაღაც პოლიტიკური უნიტარული სისტემის შექმნას, სადაც საზოგადოება არის მაქსიმალურად ჩართული და გარეთ არავინ არ ადგას მმართველობაში მონაწილეობს და პასუხისგებლობაც უნდა ისწავლოს. ალბათ საზოგადოება, ვინც ირჩევს ლოკალურ ხელისუფლებას, კეთილი უნდა ინებოს და აერჩიოს ისეთი, რომელიც მის ინტერესებს მოემსახურება ნებისმიერ ფორმატში, რასაც ქვია სოციალური, ეკონომიკური თემა თუ ნებისმიერი სხვა თემა. პოლიტიკას განსაზღვრავს ის პოლიტიკური გუნდი, რომელიც სათავეში ამოსული, მაგრამ უნდა იყოს აბსოლუტურად დემოკრატიული სახელმწიფოებისათვის დამახასიათებელი კონსულტაციები არა მარტო სხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან, არამედ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ასე შემდეგ. მე საერთოდ ვფიქრობ, რომ ამ თემაზე ასეთი ტემპერატურის აწევა აუცილებელი და საჭირო იყო, თუმცა ამის პრევენციაც შეიძლებოდა და საერთოდ სწავლის პროცესში უფრო ყალიბდება ადამიანი, მე არ ვამბობ კიდევ ერთხელ, რომ რაიმე შეცდომა იქნა დაშვებული, მაგრამ მეტი კონსულტაცია არის საჭირო ყველასთან ირგვლივ. გამოავლინო უნდა ვინ არის წინააღმდეგი, მივესალმები არასამთავრობოების განცხადებას, რომელიც ეხლა ხანს გაკეთდა, რომ არავითარ შემთხვევაში ეს არ უნდა დაიხიოს ხელისუფლებამ უკან და უნდა განახორციელოს, მაგრამ ფიქრობ, რომ ცოტა ზედმეტი ტემპერატურა აქვს მიცემული ამ განცხადებასაც, რომ არავითარ შემთხვევაში არ დაიხიოს უკან, გეგონება ვიღაცას უპირისპირდება. პირიქით, მივესალმებით ასეთ განცხადებას, მაგრამ უმჯობესი იქნება, რომ მისი ტონი იყოს შესაბამისი აი ამ თვითონ აი ამ ახალი სტრუქტურული ცვლილებების. ეს არის სიკეთის მომტანი და პოზიტივზე უნდა ვილაპარაკოთ და არა წინააღმდეგობებზე, რომელიც ამ საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილებების განხილვის პროცესში არის. რაც შეეხება კამათს აუცილებელია, რაც შეეხება განხილვას თქვენ თვითონ ნახავთ, რომ იქნება კარგ დონეზე გაკეთებული და ვფიქრობ სახელმწიფოსთვის ეს სახელმწიფოს განვითარების ეს შემდგომი პოზიტიური ნაბიჯი იქნება. ბატონ გიო, რომ უფრო კონკრეტულად რო გვითხრათ, პატრიარქის აი ამ განცხადებას თუ მოყვება რაიმე შესაბამისი ნაბიჯი. კონკრეტულად მან თქვა, რომ დაშლისკენ და რღვევისკენ წაგვიყვანსო და აი ეს რო უფრო გაგვიშალოს თუ შეიძლება.
არა, თვითონ ის თუ გაინტერესდა, იცით რა არის, აუცილებელია გამოთქვა ის, რასაც ფიქრობ ამ თემაზე. ფიქრობ, რომ ის საკითხები, ის ნიუანსები, რაზედაც პატრიარქმა ან სხვა მიგვითითა, აუცილებლად გასათვალისწინებელია და ფიქრობ, რომ მაქსიმალურად არის გათვალისწინებული. ეხლა ეს ნუ განვიხილავთ იმას, რომ მაინც და მაინც იმ პლატფორმიდან შემოვიდა რაღაც წინადადება, რომელსაც თქვათ არ ქვია სახელმწიფო სტრუქტურა, ანუ საპატრიარქო. საკმაოდ საინტერესო შენიშვნები იყო, მოსაზრებები იყო, ამასთან დაკავშირებით, ამაზე კონსულტაციები იყო, კარგი იყო, რომ ბევრი არა მარტო საპატრიარქოსთან, სხვა ჯგუფებთანაც უფრო ინტენსიური კონსულტაციები ყოფილიყო საწყისშივე. არა, რაღაცები შეიცვალა, ჩამოყალიბდა ისეთი კანონპროექტი, რომელსაც გირჩევთ, რომ ყველამ წაიკითხოთ და ბატონ გია, უშუალოდ არჩევნების თარიღთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ, რადგანაც არასაპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან ყველაზე მეტი კრიტიკა სწორედ ამ არჩევნების თარიღს უკავშირდება. ისინი ამბობენ, რომ ეს დრო არასაკმარისი არის და ხელისუფლებამ დროზე უნდა დაასახელოს არჩევნების თარიღი. უმრავლესობის სხვა წარმომადგენლებმა დღეს ამ სტუდიაში თქვეს, რომ ივლისის დასაწყისში იქნება არჩევნები. ნაწილი ამბობს, რომ ეს დრო იქნება არასაკმარისი და სასურველი არის, რომ არჩევნები იყოს შემოდგომაზე. თქვენ რას გვეტყვით უშუალოდ თვითმმართველობის არჩევნების ამ თარიღთან დაკავშირებით? რამდენად საკმარისი დრო აქვს ოპოზიციას იმისთვის, რომ შესაბამისად მომზადებული შეხვდეს ამ არჩევნებს? იცით რა არის, საერთოდ პოლიტიკური პარტიებს ეხლა აქ ოპოზიცია კი სამთავრობო სტრუქტურაში მოსული პოლიტიკურ ძალას რაღაცა უპირატესობა აქვს, მაგრამ ეს უპირატესობა მას არჩევნებმა მისცა და საზოგადოების გადასაწყვეტი იყო, რომ აი ამ უპირატეს მდგომარეობაში ჩაეყენებინა რაღაც თვალსაზრისით. მაგრამ ვფიქრობ, სახელმწიფო სტრუქტურამ, თუნდაც ინტერფრაქციულ კონსულტაციებისას კოალიციის ნაწილმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ აქ არჩევნები ჩატარდეს მაღალ საერთაშორისო დონეზე. წინააღმდეგ შემთხვევაში არავის არ სურს, მათ შორის ჩვენ ხელისუფლებას, არ სურს არ არის, ალბათ არაგონივრული იქნება, რომ დააზიანოს სახელმწიფო ინტერესები პირველ ყოვლისა. არავის არ აქვს იმის ინტერესი, რომ სახელმწიფო ჭირდებოდეს თავისი სკამების, როგორც ზოგიერთი ამბობს ხოლმე, ეგ მიეჩვიენ ესე, რომ თუ რაღაცა თანამდებობაზე მოვა მიდმე, აუცილებლად სკამს ათბობს თუ რაღაცას აკეთებს. მუშაობისთვის არის ყველა განწყობილი. სკამი არ არის პრივილეგია, პირიქით ბევრ ვალდებულებებს გაკისრებს. მე ყოველ შემთხვევაში და ძალიან ბევრი ჩემი თანამოაზრე ესე ფიქრობს და სხვანაირად არ შეიძლება რომ იყოს. ასე რომ პოლიტიკურმა ძალებმა, რომლებიც არსებობენ წლების მანძილზე, რა დროს ჩათვლიან საჭიროდ რომ მზად არიან, ამის მიხედვით შეიძლება გაითვალისწინო, მაგრამ გადაწყვეტილება მიიღო იმის მიხედვით, რომ ჩვენ მზად აი ვითი არ არიან მზად, ფინანსები არ აქვს, კადრები არ აყავთ ამ ხნის განმავლობაში, თუ პოლიტიკური პარტია ვერ მომზადდა იმისათვის, რომ ნახევარი წელი აიღონ, თქვა თარიღი არ არის დასახელებული სიტყვაზე. არ ვამბობთ, რომ 3 ივნისია თუ 21, არ ვიცი, ისე ვამბობ ზოგადად. 21 მაისი. რატომ არ უნდა იყოს, თქვა იანვრიდან 5 თვე საკმარისი იმისათვის, რომ არჩევნებისთვის აბა აქამდე ისთვის არსებობდნენ, რასაკეთებდნენ. ბატონო, როგორც ვიცით, საკონსტიტუციო განხილვები მხოლოდ 3 რეგიონში ჩატარდება: ბათუმში, ზუგდიდში და თელავში. რატომ არ ტარდება დანარჩენ რეგიონებში? იქნა შერჩეული მხოლოდ 3 რეგიონი. ბათუმში თუ ჩატარდება, ეს არნიშნავს, რომ ბათუმისთვის ჩატარდება, ხო? ეს აჭარის ის იქნება. აღმოსავლეთ საქართველო, დასავლეთ საქართველო ორგანიზაციული თვალსაზრისით ვფიქრობ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ხა ესე პირდაპირ რატო არ ტარდება? ეს იმიტომ არა, რომ ვიღაცა თქვენ ფიქრობთ, რომ ვიღაცა სპეციალურად რომელიმე ქალაქი გამორიცხეს.
არის შეიძლება გაფართოვდეს კიდევაც გეოგრაფია. მე ვფიქრობ, რომ აქედან პრობლემა არის. მე ვფიქრობ, კი არა პრობლემა აქედან არ შეიქმნება, ლოგიკურია, რომ არ შეიქმნას. თუ იქნება თელავში, იქნება კახეთისთვის. ბატონო, უშუალოდ კოალიციის პოლიტსაბჭოზე კითხავთ, თუ შეიძლება. ძალიან ბევრი საუბარი მიდის იმაზე, რომ აი იგივე დავით საგანელიძემ როგორც კი გააკეთა განცხადება, რომ შესაძლოა მან გადაინაცვლოს პოლიტიკიდან ბიზნესში. თქვენმა ოპონენტებმა უმცირესობის წარმომადგენლებას სწრაფად გააკეთეს განცხადება, რომ ეს არ არის იქნება შესაძლოა იყოს ეს პირველი მერცხალი, მე ვციტირებ მათ სიტყვებს. ასევე ძალიან ბევრი ყურადღება დაუთმო იგივე ამ სტუდიაში სტუმრობისას გიორგი ბარანიძემ ზაქარია ქუცნაშვილის საკითხს და თქვა, რომ კოალიციის შიგნით რაღაც პროცესები მიმდინარეობს. რა პროცესები მიმდინარეობს კოალიციის შიგნით, რომ გითხრათ და ექსპერტთა ნაწილი საუბრობს იმაზე, რომ თვითმმართველობის არჩევნებში შესაძლოა კოალიციამ ერთიანობა შეინარჩუნოს, თუმცა არჩევნების შემდეგ ის შეიძლება დაიშალოს. როგორ ფიქრობთ? რომელი არჩევნები საპარლამენტო? თვითმმართველობის არჩევნების შემდგომ პერიოდში არაფერი წინაპირობა ამის არ არის. კოალიციის პოლიტსაბჭოზე რომ გითხრათ და ხო, რომ გვარებს არ დავასახელებ, მაგრამ საერთოდ ჩვენი ოპონენტები მიჩვეულები იყვნენ, ამ ბევრჯერ მეთქვია და ვინ შემომედავება თუნდაც თქვენ შორის, რომ ესეთი უნიტარული იყო მართვის სისტემა. ვიღაცა ჩემულობს, რომ არა მე ყოველთვის ჩემი აზრი მქონდა და რასაც ვფიქრობდი, იმას ვამბობდი. არ იყო ესე. ადამიანები ვართ, აზრი გვაქვს ბევრ საკითხებზე სხვადასხვა, არის კლიშეები, რომელშიც შეიძლება მოგაქციოს გარკვეულმა პარტიულმა ჯგუფმა, ან პარტიულმა ორგანიზაციამ, არის სხვანაირი, არის უფრო დემოკრატიული ნიშნების მქონე პოლიტიკური გაერთიანება. ესეთი არის ჩვენი. მე მინახია ბევრჯერ, თქვათ, საკმაოდ ძლიერი ტრადიციული პარტიები, თუნდაც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ხშირ შემთხვევაში არის, ხშირად ვერ ვიტყვით, მაგრამ თქვათ, რესპუბლიკელთა შორის, თქვათ, რესპუბლიკელ მმართველს არ უჭერენ მხარს. ან დემოკრატებს აქვთ თავის პოზიცია იმ მმართველობის მიმართ, რომელიც დემოკრატების სახელმწიფო სტრუქტურების მიმართ ჩვეულებრივი ამბავია. იმდენად მიჩვეულები არიან მათრახით მართვას, რომ ვერ წარმოუდგენიათ თუ რაღაცა კოალიციის თუნდაც ფრაქციის შიგნით გადანაცვლება მოხდა. ვამბობ და ბევრჯერ მეთქვია, რომ არის საკონსტიტუციო საკითხთა კომისია შეიქმნება დათო უსუფაშვილის ხელმძღვანელობით, რომელშიც უშველებელი საქმე ექნება ზაქარია ქუცნაშვილს. არის საკითხები, რომელიც პარტიას თვითონ ფრაქციას, როგორც ამ პარტიის მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილს, სხვა ამოცანებს უყენებს. დღევანდელობა მოითხოვს საერთაშორისო საპარტიულ ოჯახში ჩაწერას, ისევე როგორც პოლიტიკურ გაერთიანებაში მივდივართ, თქვათ, ევროპისკენ. საკითხები გადანაწილდა. ამათ ვერ წარმოუდგენიათ, რომ თქვათ, ოთახის სიგანე თუ შეიცვალე, გონიათ, რომ ქვეყანა დაიქცა. არაფერი ამაში არ ხდება. მე ამას აბსოლუტურად ეხლა რა თქმა უნდა მტკიცება, გეფიცებით აბსოლუტურად გულწრფელად ვამბობ. ჩვეულებრივი ამბავია. რაც ჩვეულებრივი ამბავია ჩვენთვის და ხვალ უნდა იყოს თქვენთვის, ახალგაზრდებისთვის, ის ეჩვენებათ არაჩვეულებრივად ადამიანებს, რომლებიც უნიტარულად აზროვნებენ. ბატონო, საგანელიძესთან დაკავშირებით ვკითხეთ. საგანელიძემ თავად თქვა ერთ-ერთ ინტერვიუში, რომ არ არის გამორიცხული, არ არის გამორიცხული. შეიძლება წავიდეს, მაგრამ პოლიტიკურ საბჭოში, სადაც ის დღეს წევრად არის, აქ გამოცდილება, აქ მოსაზრებები, აქ ხედვები, რომელიც საჭიროა, რომ პოლიტიკურმა საბჭომ გაითვალისწინოს, ან ეკამათოს, ან არ ეკამათოს გუნდია, ესე აზროვნებს, გუნდის წევრია საგანელიძე, თუ წავა ბიზნესში, თუ დარჩება. რა არის ამაში ტრაგედია და ისეთი მოძრაობა მიდის, რაღაცა ხდება, არაფერი არ ხდება. დამერწმუნეთ, რაც მოხდება, ყველაფერი გეცოდინებათ.
ამერიკის საკმაოდ მაღალი რანგის სტუმარი საკმაოდ მაღალი რანგის სტუმარი სტუმრობს საქართველოს ვიქტორია ნოვანდი უკრაინიდან ეწვია საქართველოს და ვიცით რომ მისი ვიზიტი აქედან მოსკოვში გაიმართება. უკრაინაში განვითარებული მოვლენების შეფასება და მინდა გთხოვოთ აი ამ ვიზიტის მნიშვნელობა, რომელიც სწორედ უკრაინიდან საქართველოში და საქართველოსდან მოსკოვში შედგება. ნუ პირველი თქვა და ვაღიაროთ, რომ საქართველოს არ არის იმ რესურსების ქვეყანა, რომელიც შეძლებს გაუმკლავდეს იმ პრობლემებს, რასაც ქვია სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური. თქვენ იცით ყველამ, რომ ამ რეგიონში საქართველოს გარშემო შექმნილია საკმაოდ მძიმე მდგომარეობა, დაძაბული ვითარება, ურთიერთობები ახლო აღმოსავლეთი არც ისე შორსად, ისევე როგორც შორსად არის თქვათ ავღანეთი. უშველებელი ენერგორესურსებია, რომელთა ტრანზიტში თუ მოპოვებაში დიდი ინტერესები აქვს, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებს, ევროპას, რუსეთს. იქ ჩინეთი წამოვიდა როგორც ახალი მოთამაშე. რა არის იცით რაზე მწყდება ხშირ შემთხვევაში გული ერთხელ აქ თქვი რომ არსებობს შორეულ თუ საშუალოდ შორეულ პერსპექტივაში რომ მნიშვნელოვანი გახდეს ევროპის, ამერიკის შეერთებული შტატების და რუსეთის ინტერესების დამთხევა, რათა ეკონომიკურ ზრდას და ექსპანსიას ბალანსი გაუწიოს ჩინეთის ზრდას ეკონომიკურად საკმაოდ დიდი და სწრაფად ზრდადი ეკონომიკა აქვს დღეს ჩინეთს. მოითარგმნა ეს ჩემი ნათქვამი, რომ თითქოს თქვი, რომ ესე იგი ჩინეთის საწინააღმდეგო ალიანსში უნდა გაერთიანდეს საქართველოს, როდესაც იგი ევროატლანტიკურ ინტეგრაციისკენ მოძრაობს. ეს აბსოლუტურად სხვა შეფასებაა. ესეთი დიდი გლობალური პროცესი რომ მიდის, ამერიკის შეერთებული შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობა არის საგანგებო მნიშვნელობის და არ უნდა აქ ლოზუნგები და ზედმეტი თქვათ ემოცია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს სჭირდება ყავდეს ძლიერი პარტნიორი, რომელსაც დაეყრდნობა და რომელსაც არ უნდა თქვათ შენი თქვათ პრობლემების შექმნა შეგნით და აინტერესებს მასაც აინტერესებს სტაბილური და დემოკრატიული პარტნიორი. ეს არის მთავარი ფორმულა. რასაკვირველია ამ ფორმულის შეგნით არის პრობლემები. ჩვენ აგვაქვს პრობლემები. შეგნით დემოკრატიული ინსტიტუტები არ არსებობს. ძალიან ბევრი რამე პიროვნებებზეა დამყარებული. ისაც წავიდა, სად გადმოვიდა, ის რატო გაიყვანეს იმ სტრუქტურიდან, ის რატო შემოიყვანეს. ესეთი საკითხები განვითარებულ ქვეყნებში არ ისმება. ჩვენთან არის ეს საკითხები. აქედან გამომდინარე, თემები, რომელსაც განვიხილავთ ამერიკის შეერთებული შტატების მაღალი დონის წარმომადგენლებთან, არის მიმართული მხოლოდ ერთისკენ. უზრუნველყოთ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოება, სტაბილურობა, რათა ინვესტორისათვის განსაკუთრებით საინტერესო გახდეს ეს ქვეყანა, ისევ სტაბილურობა, თავარი ამოცანა არის ჩვენთვის. და უზრუნველყოთ ეკონომიკური ზრდა. აქედან გამომდინარე, ჩათვალეთ, რომ მოკავშირის გარეშე ჩვენთვის შემდგომი არსებობა რთულია. უკრაინასთან დაკავშირებით რა არის, იცით, უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ ესეთი ჩარევა უკრაინის შიდა საკითხებში, რევოლუციის პროცესებში შეიძლება შეაფასო შენი პოზიცია გამოხატო, რომელიც საინტერესოა საერთაშორისო თანამეგობრობისათვის, მაგრამ უშუალო მონაწილეობით მე არ მინახია ნაციონალური მოძრაობა, რომელმაც მონაწილეობა არ მიიღო იმაში, ბელორუსიაში რაღაც მოძრაობებში, უკრაინაში თუ გახსოვთ არჩევნების პერიოდში 2010-ში, რუსეთში არ დაეზიანებინოს ის, ვისაც ვითომდა ხას უსვავ, ხარს უჭერდა. როგორ გამოვიდა ესე, ძალიან საინტერესოა. გამოდის სააკაშვილი და ამბობს, რომ მე კი ვიღაცა ჩემი წარმომადგენლები, მე ნაკლებად ვადანაშაულებ გივით არ გამაძეს, დაავალეს წავიდა. რომ კავშირი დაემყარებინა, ნახეთ რას აბრალებს,
კავშირი დაემყარებინა ოპოზიციასთან, გაეცნო ვინ არის. ყველა ქვეყანას აინტერესებს საელჩოების ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით, ვინ როგორ მოძრაობს. და უცებ ამბობს, რომ ნუ რა ვქნა, მაგრამ იმან გადაწყვიტა ჩე გევარას როლი ეთამაშა და რევოლუციები მოეხდინა. რა მოიტანა შედეგი? ქართველთა მონაწილეობამ უკრაინაში, როდესაც 8,000 თუ 10,000 ოჭიდავის გაგზავნაზე იყო ლაპარაკი. რატომ ხდება, რომ მაინც და მაინც ნაციონალური მოძრაობის მონაწილეობას სულ ვიღაცა როგორ იწევს და მერე აქვეყნებს. ტენდენცია ხო არ არის რაღაც. ან გულით უნდათ რომ სწორი პოზიცია დაიკავონ და რაღაც მართლა დემოკრატიულ განვითარებას დაეხმარონ, ან რაღაცა ხდება ისეთი, რომელიც პირიქით მოქმედებს. აქედან გამომდინარე, ჩვენი პოზიცია განცხადებაში ძალიან კარგად ჩამოყალიბდა. ყველა ქვეყანას, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს, მათ შორის უკრაინას, საქართველოს, ბელორუსიას და სხვა ქვეყნებს კიდევ ვიცარი, აქვს ნება, აქვს უფლება თავისი ნებით გადაწყვიტოს თავისი მომავალი და გარეშე ძალის ჩარევა ამაში ყოველთვის არის ნეგატიური. ნუ რასაკვირველია, რუსეთი იგულისხმება თავისი რესურსებით. მაგრამ ღრმა ანალიზის გარეშე აი ესე ყეფაყეფით სიარული ევროპისკენ არ არის სწორი. საქართველოს ეს დააზიანებს.